იოაკიმ და ანა ყვედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკვდილისაგანა თავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა. უგალობს წმინდა ეკლესია ყოვლად წმინდა და მარადის ქალწულ მარიამს. მისი შობის დღესასწაული მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით 21 სექტემბერს აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 4 შაბათს 21 სექტემბერს სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. თანამსახურებდნენ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. მსახურების დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა ქადაგებით მიმართა მრევლს. საქართველოს პატრიარქმა დააჯილდოვა სასულიერო პირები. სახელითა მამისათა, დაზისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. გიხაროდენ მიმაგლებულო მარიამ უფალი შენთანა. დღეს ყოველი ადამიანი ხარობს, რადგან დღეს არის შობა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდა იყო არჩეული ღვთისაგან, რომ ყოფილიყო დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდა მფარველი საქართველოსი და საქართველო გახდა წილხედი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლის. დიდია მისი სულიერი ვაწვი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა არის მფარველი მთელი მსოფლიოსი, მაგრამ განსაკუთრებით იგი იფარავს მილს, მამულს, მის საქართველოს. საქართველო გახდა წილხედრი ღვთისგანგებით, იმიტომ რომ მაცხოვარი უფალი ხედავდა, რომ საქართველო შეინახავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. საქართველო შეინახავდა მართლმადიდებლობას. ამიტომ მომავალი ღვთისთვის იყო იგივე, რაც არის აწმყო. უფლისთვის წარსული აწმყო და მომავალი არის აწმყო. და ჩვენ მადლობთ უფალს, რომ ვირსი გახვდა და საქართველო ყოფილიყო წილხედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იფარავს ყოველ ადამიანს და მრავალი სასწაულები არსებობს ყოვლადწმინდის ღვთისმშობლისა. თქვენ გახსოვთ, როცა მონღოლები შემოესივნენ საქართველოს, ერთ-ერთი ხელმძღვანელი მონღოლთა ჯარისა მოკლა ერთმა ადამიანმა და ეგონა, რომ ეს დამრავლდებოდა საქართველოს. და მართლაც მონღოლებმა გადაწყვიტეს, რომ მოესპოთ მთელი ჯარი ქართველთა. და როცა ეს ჯარი მოდიოდა ქართველებზე, ამ
კვლელსა გამოეცხადა ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი და უთხრა რატომ გინდა რომ მოისმოს ეს უდანაშაულო ხალხი წადი და გადი გზაზე და უთხარი რომ შენ ხარ მკვლელი და მართლაც ეს მკვლელი ამბობს ქართლის ცხოვრებაში წერია ეს მკვლელი ამბობს რომ ისეთი ბრძანება იყო მე არ შემეძლო არ წავსულიყავიო წავედი და გავედიო და შევაჩერე მოგოლთა ჯარიო ასე გადარჩა ეს ჯარი და მთელი საქართველო იმიტომ რომ მამაკაცები სულ ომში იყვნენ წასული ასეთი სასწაული ძალიან ბევრია აი თუნდაც ეს დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რომელიც აღგზავნდება ძალიან მრავალი სასწაული ყოფილა მის მიერ მე მაგალითად ვიცნობდი ერთ ადამიანს რომელსაც ჰყავდა შვილები და ერთ-ერთი მათგანი იყო იმდენად მძიმე ავამტყოფი რომ 1000-დან შეიძლება ერთი გადარჩენილიყო მან დაანება ამ ავამტყოფოს თავი და ფეხში შველა წამოვიდა ავამტყოფოდან რომ თაყვანი ეცა დიდუბის ღვთისმშობლისთვის დაბრუნდა უკან და ექიმი გამოვიდა ოპერაციის შემდეგ და უთხრა ყველას ავამტყოფი გადარჩა აი ასეთი ძალა აქვს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და მე მინდა ასევე გითხრათ რომ ეშმაკს არ აქვს უფლება გამოსახული იყოს ღვთისმშობლის სახით ან ჯვარის სახით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს შეეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაიცვას და დაიპაროს ჩვენი ახალგაზრდობა დგას მრავალი პრობლემების წინ მრავალი საცდურია ჩვენი ახალგაზრდების წინაშე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მისცეს გული გონიერი და ხედვა სულიერი რომ არ იყოს ჩვენთან არც ნარკომანია არც სხვა ცუდი საქმეები ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაგვიბრუნოს თავისი მოწყალებით აფხაზეთი და სამაჩაბლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გაამთლიანოს საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დათრგუნოს ყოველი მტერი და ბრძოლი საქართველოსი ამენ ხვალ 3 საათზე ჩამოგრძანდება მეთაური კვიპროსის ეკლესიისა აეროპორტში ჩვენ ვხვდებით დღის 3 საათზე ეს არის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი ძალიან ცნობილი დიდი პიროვნება ბრძანდება და 4:30-ზე შეხვედრა არის სამების საპატრიარქო ტაძარში ესე იგი 3-დან 4:30-მდე ვისაც გექნებათ დრო და საშუალება შეგიძლიათ შეხვდეთ ამ
მეტაურს, კვიპროსის მეტაურს. შემდეგ იქნება შეხვედრა, მცირე ლოცვა და გაგრძელდება პროგრამა. დღეს სამებაში მოჰყავთ აბამტყოფი ბავშვები, შეზღუდული საშუალების მქონე ბავშვები და 7 საათზე სამებაში ჩვენ დავლოცავთ მათ. ასე რომ თქვენს მოგწონთ. მე განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა მაქვს აი ამ ტაძრისა 57 წელს, როცა უწმინდესმა და უნეტარესმა მე მაკურთხა დიაკონად, მე გამომაგზავნა პირველად ამ წმინდა ტაძარში და ეს მადლი დღემდე მიფარავს მე. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დეკანოზი ვახტანგ სტეფნაძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით ახსიოს. დეკანოზი ბახარი გურდული დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით ახსიოს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა ყოველივე სიკეთით, წყალობით, სიყვარულით, სიხარულით დააჯილდოოს სრულიად საქართველო. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.